იდენტიფიცირებულია მამუკა ასათიანი, ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაზვერვის ოფიცერი. ახლა მთავარი კითხვაა, რა უნდოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაზვერვის ოფიცერს საპროტესტო აქციაზე და იყო თუ არა ის მთავარი ადამიანი, ვინც პროვოკაციას აწყობდა ადგილზე და ცდილობდა, რომ რუსები აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები დაეცვა. ჩვენ გავარკვიეთ, რომ მამუკა ასათიანი არის დაზვერვის სტაჟიანი თანამშრომელი. წლების განმავლობაში მუშაობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში და ჩვენი ინფორმაციით ის სისტემატურად დადიოდა საპროტესტო აქციაზე, ვითარებას სწავლობდა და ასევე განსაკუთრებული მისიით იყო ის მივლენილი შაბათსაც საპროტესტო აქციაზე. კადრები, რომელიც შაბათის ეთერმა გადაიღო, კარგად ჩანს, რომ მამუკა ასათიანი არის წინა ხაზზე. ის ცდილობს, რომ დაიცვას რუსები, რომლებიც აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეების მიმართ. აქციის მონაწილეებს აგინებდნენ, ცდილობდნენ ფიზიკურად შეხებოდნენ, მათთვის დაზიანებები მიაყენებინათ და სწორედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაზვერვის ოფიცერი მამუკა ასათიანი იყო ის ადამიანი, ვინც ცდილობდა, რომ რუსები დაეცვა. სწორედ ის იყო, ვინც ეს ადამიანები აფთიაქში შეიყვანა, ამშვიდებდა, ცდილობდა მასთან კომუნიკაციას და მთავარი კითხვა არის, რატომ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი საპროტესტო აქციაზე. ბუნებრივია, ამ კითხვების დასასმელად ჩვენ მოვედით ბაზაზე, სადაც წესით უნდა იყოს მამუკა ასათიანი, თუმცა დაზვერვის ოფიცერი მამუკა დღეს სამსახურში არ გამოჩენილა. მის თანამშრომლებთან ჰქონდა კითხვები, რა დავალებით დადიან ახლა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები აქციაზე და ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ შეიცვალა თუ არა მათი სტრატეგია, თუმცა თანამშრომლების ნაწილმა, როდესაც გაიგო, რა კითხვებით მოვედით ადგილზე, ამბობენ სხვათა შორის, რომ მათ საუბარი არ შეუძლიათ, ნაწილმა კი სამსახურში შესვლაც კი გადაიფიქრა, სრულ მდუმარებაში არიან ეს ადამიანები და არაფერს ამბობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფებოდა დაზვერვის ოფიცერი საპროტესტო აქციაზე. მამუკა ასათიანს ვეძებთ თქვენს თანამშრომელს, ერთი წუთი არ წახვიდეთ, ფოტოს გაჩვენებთ. იქნებ მოახერხოთ მისი ამოცნობა. აი რუსები რომ ცემდნენ აქციის მონაწილეებს, იქ იყო და რუსებს იცავდა. ეს თქვენი ახალი დავალებაა, რომ რუსები დაიცვათ აქციაზე, როცა აქციის მონაწილეებს თქვენ ვეღარ ცემთ? რუსი ტიტუშკები რომ იყვნენ ადგილზე, აქციის მონაწილეებს რომ სცემდნენ და უპირისპირდებოდნენ, იქ იყო და მათ იცავდა. არ გინახავთ ეს მამაკაცი აქ ადგილზე არასოდეს? ანუ ახალი პოლიტიკა აქვს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, რომ თუ სპეცრაზმელები ვერ ცემენ აქციის მონაწილეებს, დაზვერვის თანამშრომლები მივიდნენ და რუსებს აცემინონ აქციის მონაწილეები? არ გესმით? აი ეს არის თქვენი თანამშრომელი მამუკა ასათიანი. რამდენი ხანია რაც აქ მუშაობს? ვერ მიპასუხებთ ვერცერთ კითხვაზე, ბატონო, რა საჭიროა ეს კარის ჩაკეტვა? მოვიდა დღეს ბატონი მამუკა სამსახურში? იცით რა მაინტერესებს, თქვენი თანამშრომლები ახლა უკვე აქციაზე დადიან იმისთვის, რუსი ტიტუშკების ხელმძღვანელები იყვნენ. მამუკა ასათიანი შემიძლია გაჩვენოთ, ერთი წუთი არ ჩამიკეტოთ კარი, რასაკეთებთ? აი ეს ბატონი, თქვენი თანამშრომელი. უნდა დავკეტო კარები. ხო, თქვენი თანამშრომელია, ის გედედეს დაზვერვაში მუშაობს. ასეთია, ბატონი რონალდის პოლიტიკა, რომ ვისაც არ სცემენ, ვინც გედედიდან აღარ გადის, უკვე დაზვერვის თანამშრომლები გაუშვეს და რუს ტიტუშკებს ხელმძღვანელობდა ეს? როდის ნახეთ ბატონი მამუკა სამსახურში ბოლოს? არ ვიცნობ, ქალბატონო. თქვენი დაზვერვის თანამშრომლები აქციებზე რატომ დადიან? შეგიძლიათ მითხრათ? იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საიდუმლო თანამშრომელი მზვერავი მამუკა ასათიანი, მზვერავი მამუკა, რომელიც საპროტესტო აქციებზე ხშირად დადის, ვითარებას აკონტროლებს, ფოტოსურათებს იღებს. შაბათს მას ჰქონდა განსაკუთრებული დავალება, რომ აქციაზე ყოფილიყო და ასევე საკუთარ თავზე აიღო ისიც, რომ რუსი აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლები დაეცვა, ის ადამიანები, ვინც თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს, სხვათა შორის რამდენიმე ახალგაზრდამ დაზიანებებიც კი მიიღო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არანაირი რეაგირება არ მოახდინეს, პირიქით იცავდნენ იმ ადამიანებს, ვინც ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს. ახლა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, სადაც საკადრო კრიზისია და თანამშრომლები ერთი მეორის მიყოლებით მიდიან და ხარებას მიყვებიან, ახალი სტრატეგია აქვთ და მზვერავ თანამშრომლებს საპროტესტო აქციაზე უშვებენ იმისთვის, რომ ვითარება საიდუმლო თანამშრომლებმა კარგად შეისწავლონ და დაიცვან ის
პროვოკატორები, რომლებიც საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიდიან.